მოგესალმებით, ეთერში საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. ახალ ამბებს ჩვენს კორესპონდენტებთან ერთად თეა იოსელიანი გაგაცნობთ. დაბა ჩოხატაურში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დასრულდა. დასასვენებელი პარკი დავის ცენტრში, კეთილმოწყობილი ცენტრალური ქუჩები, რესტავრირებული ადმინისტრაციული შენობები და პროექტის ფარგლებში ჩატარებული რამდენიმე ტიპის სამუშაო ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული 26,500 ლარის ფარგლებში ჩატარდა. ახლანდელი დაბა ჩოხატაურის ტერიტორია, სადაც 850 კომლი ცხოვრობს, ადრე ჭაობით იყო დაფარული. აქ რაიონული ცენტრი კი სოფელ გუთურის ტერიტორიიდან მე-19 საუკუნის დასაწყისში გადმოვიდა. 2 საუკუნეს მოსწრებული დაბის ტერიტორია წინა წლებთან შედარებით დღეს ბევრად უფრო უკეთ გამოიყურება. რამდენიმე დღის წინ დაბაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა. განახლებული საავტომობილო ხიდები, მოსაცდელები, დასასვენებელი პარკი, კეთილმოწყობილი ცენტრალური ქუჩები, სახურავ შეცვლილი საცხოვრებელი ბინები და რესტავრირებული ადმინისტრაციული შენობები. დღეს უკეთესი სანახავია. იოაკიმისა და ანას სახელობის ტაძარი კი, რომელიც ყოფილი დეპუტატის ვასილ ჩიქოგიძის თაოსნობით აიგო, დღეს ყველა ჩოხატაურელისთვის სავიზიტო ბარათია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსის ზურაბ ჩანტლაძის განცხადებით, დაბა ჩოხატაურში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩასატარებლად 26,500 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. ჩანტლაძე ამბობს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაბა ჩოხატაურში შიდა საქუჩო გზებისა და განათების სისტემის მოწესრიგება დაიწყება. ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით რა თქმა უნდა ყველა რაიონზე, მათ შორის ჩოხატაურის მისიცილი თანხა მიიღო და კეთდება. ეს უკანასკნელ წლებში ძალიან კარგად არის თქვენ ორგანიზებული თანხების გამოყოფა, როცა ლარებს ვეძებდი და რაღაც პრობლემები ჰქონდა, ახლა ინფრასტრუქტურაზე სერიოზული თანხების გამოყოფა ცენტრალური ხელისუფლება და ეს ყველაფერი ეთყობა უკვე ჩვენს მუნიციპალიტეტს. ალბათ მომავალშიც ბევრი გაკეთდა. ჯერ ყველა სამუშაოები რა თქმა უნდა დამთავრებული არა, მიმდინარეობს ახლა სამუშაოები. სოფლის პროგრამები განსაკუთრებით იქ უკვე თითქმის დამთავრების პროცესშია, 551,000 ლარი უნდა დაიხარჯოს. ასევე ადმინისტრაციული შენობა ზემოხეთში გაკეთდა, ეგრეთ ცენტრალური გადმოცემული ინფრასტრუქტურის თანხებით 30,000 ლარი და მშვიდეი ლამაზ შენობა, რომელიც გუშინ ჩაიბარა კომისიამ. ჩვენ ინვენტარით უზრუნველყავით უკვე ისინი და ასე რომ სოფელ ცენტრში ძალიან ლამაზი ადრე სკოლა გაიხსნა მოგეხსენებათ ეხლა ეს და ეს ყველაფერი და უამრავი სხვა სამუშაოებია. დაბა ჩოხატაურს უკვე რამდენიმე წელი ადგილობრივი მკვიდრი გოჩა ჯინჭარაძე ხელმძღვანელობს. ის მისი განგებლობის პერიოდში დაბაში გაკეთებულ უამრავ სასიკეთო და სამადლო საქმეზე საუბარს თავს არიდებს და ამბობს, რომ ამის შეფასება ხალხმა უნდა გააკეთოს. დღეს გალამაზებული და კეთილმოწყობილი ჩოხატაურით კმაყოფილია. ყოფილ დეპუტატს მადლობას უხდის და ამბობს, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მიხარია რომ ამდენი რამე კეთდება. ამის დაუნახულობა შეიძლება ყველასათვის შესამჩნევია დღეს რაც კეთდება. მადლობა მინდა უთხრა იმ ხალხს, ვინც ოდნავ წვრილი შეიტანა ამ სილამაზეს და სიკეთეში რაც დღეს ჩანა. თუ გინდა უცხო თვალიცა და თუ გინდა შინაურის შეხედულებითაც. ყველას მადლობა და უდიდესი მადლობა არ შემიძლია არ აღნიშნო მათთან ერთად ვასილ ჩიქოგიძის დამსახურება. სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით და როგორც ქრისტიანები ფარველობს ჩვენ ეკლესია. დაბა ჩოხატაურში მცხოვრები თინა ოსეფაიშვილი ერთადერთი არა, ვინც მშობლიური რაიონის კეთილმოწყობისათვის კმაყოფილებას გამოთქვამს. ის ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით მადლობის სიტყვებს არ იშურებს და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი იმ ხიდის გაკეთება იყო, რომლითაც დაბა ჩოხატაურის მოსახლეობის ერთი ნაწილი მეორეს უკავშირდება. ეს ულამაზესი ხიდი და ძალიან საჭირო. ერთია რომ ლამაზია და თვალში ლამაზად მოგდის და მეორე ხან ბაზარში აქედან უკავშირდებით ეს გზა არის ბაზართან დამაკავშირებელი გზა, გამგეობასთან დამაკავშირებელი გზა, გიმნაზიასთან და ასე შემდეგ რამდენიმე ობიექტთან და განსაკუთრებით ბაზრის ხალხის მადლი მოიკიდეს, ვინც ეს ხიდი გააკეთა. ძალიან კმაყოფილი ვართ, არ ვიცი ახლა მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. სამართლიანი საქართველოსთვის ოფიციალ ლევან ზოლაძემ პრესკონფერენცია იმ კომისიის შემადგენლობის განხილვას მიუძღვნა, რომელიც საჯარო მოხელეთა ატესტირებას უხელმძღვანელებს. გარდა კომისიის წევრების კომპეტენტურობისა, ნაცვალაძე ჟურნალისტებთან იმ მიზნისა და სავარაუდო შედეგებს დაკონკრეტდა, მისთვისაც ატესტაციის საკითხში საქართველოს მასშტაბით პირველმა აიღო სტარტი. ჟურნალისტებთან შეხვედრა თავდაპირველად იმ განცხადებით დაიწყო, რის გამოც მოძრაობის წევრებმა ზაფხულის ცხელ დღეებში ტაიმ-აუტის აღება ვერ შეძლეს. ამის მთავარ საფუძვლად